მე ვიქნები პირველი ქართველი თუბერი. გასამოვდი? მე ვიქნები პირველი ქართველი თუბერი, რომელიც ამ ფრაზის მოსმენით დაიღალა. როგორ მოვედი აი აქედან აქამდე? ამ ყველაფერს ვიდეოში იხილავთ. გიჟური და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა თუ დასვენება? სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ორი რაღაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა და მართლაც ასეა, მაგრამ მე დღეს გაჩვენებთ ვიდეოში თუ როგორ შეიძლება დაისვენო ისე, რომ თან ექსტრემალური და თავგადასავლებით სავსე მოგონებები დააგროვო. მოკლედ, სასტუმრო იყო რაღაცა საოცარი, ანუ აი მე პირადად გართობა დასვენება ყველაფერი ერთად განვიცადე და ძალიან კარგი იყო რა. ხო მაგარი იყო. მე არაფერი არ გამიცდია, იმიტომ რომ იქ ყოფილი მაგრამ ხო. Вообще არასდროს არ მინდოდა წამსულიყავი მაქედან რა. What's your name? What's your name? Here you are making omelette, right? I want a sandwich. Which sandwich? You have all the bread over there and you have cheese this over there. You can I can make, yeah? Why everybody's watching me? აქ არის ხლოპიები. აქეთ აგვაქვს შოუსები. აქეთ არის ხილი. Hi. Good morning. საბოი სანდვიჩი უნდა ავაწყო შარმონ შეიხის ვერსიით. ჩემებურად. ყველაფერი ინგრედიენტები გვაქვსო და რაც იქნება გამოვიყენებ. მარცნობიანი პური ვიპოვე და საბოიშიც ეს ჩემი საყვარელია და ძალიან მიხარია. ყო პატარა ვერსია და ძალიან საყვარლობა. იმპროვიზაციას მივენდობი, იმიტომ რომ აქ ცოტა განსხვავებული ვერსიები გვაქვს ინგრედიენტების და რასაც შევხედავ და ჩავთვლი საჭიროდ, იმას ავიღებ. პომიდორზე რა უფრო ხო იცით? ერთი რავი მოცარელას გავს ყოველ შემთხვევაში. ეს მაინტერესებს უბრალოდ რა არის. სალათის ფოთოლი. წავიდეთ ახლა და ვნახოთ როგორ ავაწყობ სანდვიჩს. როგორც ხედავთ, საჭმელს გვაჭმევენ. მე რა დავაშავე? შეგახსენებთ რომ ჩემს ვიდეოს იღებს ჩემი 15 წლის თმა, რომელსაც ვასწავლე ნუ შემოდის ხმა ეტაპს, დადევი რა. სახალხო დამცველებმა თავი შეიკავეთ დაკავშირებისგან, იმიტომ რომ ბავშვის უფლებები არ დარღვეულა. დაირღვა? ანუ ეხა უბრალოდ თქვი რომ არ დარღვეულა, თორე შენდაც დაიჭერე. არ დარღვეულა, ხო? არა. ანუ შენ თუ კადრში ჩანხარ, ივანე თუ კადრის მიღმა და ვიდეოს იღებს. მე აქ რა მინდა. ჩემი გუნდის წევრი ხარ და მე ადრეც მithქვავს, ოღონდაც TikTok-ზე, რომ მე მიყვარს ძალიან გუნდურობა რეალურად. ავაწყოთ ახლა საბოის სანდვიჩი. ყველი, წავა აქ მერე პომიდორი და სალათის ფოთოლი. ძეხვი და ეს უნდა რამენაირად დავკეცოთ. ეს გამოვიდა რაღაცა ტემოს ვერსია. გავსინჯოთ და ვნახოთ როგორია. რამდენად გავს საბოის სანდვიჩს. სოუსი დამავიწყდა. ცუდი არა ხო იცით? აქაც საბოის სოუჯა. მაგარია რა, ძალიან გემრიელია მართლა. და ფრეშია. გოგა, რავი, დამეწერა კომენტარებში, ამჯერადაც არჯობ და შენს გაკეთებულს. ამასობაში მოვიდა ჩელენჯის დროც, სადაც უნდა მივიღო რუჯი 1 საათი წინ, 1 საათი უკან. ეს ჩელენჯი საკუთარ თავს მე თვითონ მოვუწყე მის ხათრით, რომ ლამაზი ფოტოები გადამეღო მერე და ნუ იქნება აქ მაინც მივიღო რუჯი, იმიტომ რომ ზოგადად არ ვიღებ ხოლმე რუჯს და თავისით ვიწვევი. და ვნახოთ რა ფერზე დავდგები. შეიძლება საერთოდ არ მომეკიდოს მზე, ან ისე მომეკიდოს, რომ რავი, აი სხვაზე ძალიან მარილიანია ეს წყალი, ანუ ყდარის ყველაზე მარილიანია ჩემი ინფორმაციით. მაგრამ მაინც საბა გადაამოწმებს ამ ინფორმაციას და თუმცა არია სწორ ინფორმაციას ემოდ დაწერს. მე მალე ვიწვევი, რა ვიცი, კანი მოწვის ხოლმე ძალიან მარილზე და ჯერ ვტესტავ აქ უბრალოდ აუზის წყალზე გარუჯვას. ისე გეოგრაფიაში რა ნიშანი ყავდა? გეოგრაფიით ჩავაბარე და თან გრანტიც ავიღე. Meanwhile ანუ აი აქ რა გინდოდა, რატო გაჩერდი? ეს იყო საბავშვო. იონე მეუბნება რომ ლურჯი არ არის იმდენად სწრაფი როგორც სხვა დანარჩენი და მეუბნება რომ ლურჯი მეშინია, მაგრამ ბავშვები ჩადიან მერდა. Skydiving-ზე შემკინებია და აქ ახლა შეგაშინდა რა. რატო მიდის ჩემზე ყველაფერი ჩქარა? ანუ ხო შეიძლება ვიცოდე. ყველაფერი უჩქარა, ხა მერია უკვე. აი ეს ჩემი დეპია, მინდა ამაზებოდი. არა უჩქარო, გთხოვ, არა უჩქარო. აი მე არა უჩქარო. ესე კაია, სასიამოვნოა. თან ზურგით ვაჩერებ რაღაცნაირად. რა კაია. ეგრე რა. No. Hello. Oh my god. Wait.
აი მე მეშინია ძალიან. Აია. ვიცი რომ ზოგადად მოგზაურობა და დასვენება აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცაა, მაგრამ აი ამ შემთხვევაში მე თან მოგზაურობ, თან ვისვენებ და მართლა ძალიან მაგარი განცდა, იმიტომ რომ აი რა ვიცი, ჯერ საერთოდ რა ფერებია ამ რეზორტში, აი შოკში ვარ და ეს ყველაფერი ტრევერსტას დამსახურებაა. მინდა რომ უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ და მართლა თუ შენც გინდა რომ გქონდეს მსგავსი გამოცდილება, მიწერე ტრევერსტას, იმიტომ რომ პირველ რიგში ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია. მეორე რიგში ძალიან მაგარი გემოვნება აქვთ, იმიტომ რომ ფოტოებზე რეალურად სასტუმროები ესე კარგად არ ჩანს და მე მათ ვენდე, მართლა საოცარ ადგილას მოხვდი და რაც მთავარია, როცა არ მეგჭირდება ნებისმიერ დროს ხაზი არიან რა. ერთი წამი დამოვიდეთ ტრევერსტას უნდა მიწერო და ასე უნდა მოიქცეთ თქვენც. მე კიდევ გავიმეორებდი ამ გამოცდილებას, ამასობაში გეტყვით და და გავიწყდეთ არხის გამოწერა შეგახსენებთ. ხვალ მიუფრინავ მეგობრებო, ბოდიშით შეიძლება ვიდეო ვერ დავამთავრო დროულად. მაგრამ შენი 1 საათი გავიდა. ახლა? კი. მთელი ვარ? კი. ეს მაგ განსხვავება? კი, განსხვავებული. კომენტარებში დამიწერეთ თქვენ რითი როჯებით. მე ეს როჯი სავარაუდოდ საღამოს უფრო ჩამიჯდება კარში და ეხლა აღარ მაქვს ეგ როჯი. ეხლა დააწყენიათ ლევსკები. ახლა კი დავედით. დამავიწყდა რომ ჩემი ნომერი მეჩვენებინა. მოდი გაჩვენებთ. მარჯვენა ფეხით. ამასობაში მშვენიერი როჯიც მომიღია, არ ვიცი კამერაში ჩანს თუ არა. და შეგახსენებ რომ ამ საოცარ მოგზაურობაზე იზრუნა ტრევერისტამ და თუ შენც გინდა რომ მსგავსი საოცარი მოგონებები დააგროვო და თან დაისვენო და გაერთო მიწერეთ. რატო ვარ ასეთი გაწუწული და რამჯერ საერთოდ? ეს ორი საყვარელი ბავშვი მოვიდა ჩემთან, აი ამას ყიდიან. Can you show me what you're selling? ამებს ყიდიან, ნახეთ. What's your name? Hamad. Muhammad. You? Yusuf. Yusuf and Muhammad. How old are you? Did you do? Did 10. Then do. Oh, nice to meet you. What about you? What? What? Did she? Did she? Yeah, did she? Uh-huh. Did she? Yeah. Did she come? Did she best? Did she? This baby did she? Can I take picture with you? Make strange face. Thank you. Smile. Smile. კიდე მოვიდა ერთი ბავშვი, რომ დაინახა, რომ სხვა თამაპარაკოდის მოვიდა. What's your name? Yasin. How old are you? Did she 4? Good. Now I know your language. What? Picture. Okay. Make silly face. Okay. ჰეი, ფოტო. საბავ ხედავ შენ სახეს. აუ. ივანე, შენ რამდენი წლის ხარ? 15-ის. DG5. მოკლედ ახლა ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც ფლობს აქ წყლის აქტივობების equipment-ებს, ანუ აღჭურვილობებს ერთი სიტყვით ეს არის surfing-ის დაფა, wakeboard-ი. What's your name? Mohammed. Tell me your favorite like water sport activity. For me, it's kite surfing. Wow, that sounds super interesting. Okay, I can teach you. Just, I need you just to decide when, and we will start. Really? Yes. ანუ ეგ Colorfest-ი ხო ძალიან მაგარი იყო მართლა, მაგრამ თემა ის იყო, რომ მე უკვე დამწვარი ვიყავი და ანუ ეს ქიმია რო კანზე მომხვდა, უცებ რაღაცა გავწითლდი რა, ანუ სისხლივით მქონდა. ამას ეგონა რომ სისხლები მოსდიოდა რა. სისხლი მეგონა. და რა ვიცი, კივილი მოდიოდა, სისხლები მომდის სისხლებს და დავიბანო და უფრო საინტერესო მოგიღობით მოდი ამ ამბავს. სისხლი მეგონა და რეალურად როცა გადავივლე, გამიქრა ის ტკივილი. მე ვფიქრობ ივანეს მოყვანილი უფრო საინტერესო იყო. ახლა უნდა ვისწავლო surfing-ზე დგომა, ოღონდ არ ვიცი ამას ყელში როგორ დავიჭერ. ვიდეო ვიღარ მიყვები მე. Say something I'm giving up for you. მეტი სიმღერა არ მომაქრთო. ბოდიში. მარი თუ ჩამოვარდები არა უშავს. არ მინდა ვიდეოში გამოვიჩინო, просто private იყოს რა. კაია ძალიან ეს სასიამოვნოა მართლა ამით შეერნობა. არ და გავიწყდეთ რაც თავარი არხის გამოწერა. ეს იქნება ჩემი ხონი.
I'm recording her for like it's been 3 days. We did not do like 50% now. I'm so tired. Can I get it back because she will kill me. Აი ჩერის ჩამატე რა, აურა ფარმინგი როა ის ბავშვი. Don't say congratulations. Finally bro, finally. მოვიტანე რამდენიმე სახეობის ხორცი, აქ არის ძროხის ხორცის რაღაცა წვნიანი, ასევე გრილზე შემწვარი ქათამი, აქაური ბრინჯი ბოსტნეული соусით და კედრი პამიდორი სალათი და ლაიმის მოვასხა მახარა. მე მაინტერესებს ამ ვიდეოში რატო გივარდება ყველაფერი ხელიდან. სპოილერი მეგობრებო. What the fuck? გავსინჯოთ. ყველაფერი 10-დან 10 იყო. მე გავაგრძელებ ჭამას, თქვენ გავაგრძელეთ ვიდეოს ყურება. ახლა რეცეპშენში უნდა მივიდი ადმინისტრაციასთან, იმისთვის რომ მიგვიყვანონ სასტუმროს გასასვლელთან, იმიტომ რომ მივდივართ დაივინგზე. წავედით. აუ აი ახლა იწყება ჩემი სამყარო, იმიტომ რომ ანუ აი ჩემთვის წყლის სამყარო ყველაფერია და ჩათვალეთ აქედან იწყება მთელი ვიდეო რა, იმიტომ რომ აი დამაბიცი იმიტომ რომ ვერ გავჩერდები ემოციები ხათ რომ ახსენდება ცუდად ხდები ძალიან მაგარი იყო მართლა. ისე მაგარია თევზი რო ხარ. ძალიან. თელი ცხოვრება პლუპ და მეტი არის. პლუპ არ არის, ნახე, დედამიწაზე 75%-ზე მეტი არის წყალი წარმოიდგინეთ და ადამიანებმა არც კი ვიცით რა ხდება, რავი 1-2-3%-ზე მეტი დარწმუნებული ვარ, 5 ამბობენ, მაგრამ 2-3-ის მეტი მეეჭვება რეალურად. როგორც გეოგრაფიით რო ჩაბარებული. იმდენი ვჭამე, ცოტა რო აგვირბინო დავივარჯიშო გამორიცხული, იმიტომ რომ მართლა ძალიან გავსკვდი და ჯობია რომ ცოტა ჩავდგე ფორმაში. ერთი ჭამა, ერთი ვარჯიში. ესე მონაცვლეობით რა, იმედია ჩემი კვლენარი არ მომკლავს. ხო და თუ შენც გინდა, რომ მიიღო მსგავსი გამოცდილება, სადაც თან მაგრად შეჭამ, თანაგერი ვარჯიშები, მე ზღვაზე გახვალ, სლაიდებზე, ყველაფერზე აბსოლუტურად, ტრეველისტას მიწერი აუცილებლად, იმიტომ რომ შენთვის მორგებულ თარიღებში შემოგთავაზებენ საოცარ ტურს და რაც თავარია, საოცარ მოგონებებს და გამოცდილებას, ამას უკვე ტრეველისტა კვირდებათ. ჩვენ კი ახლა წავედით და გავაგრძელეთ ჩვენიერი დაშვენებაც და მოგზაურობაც. ეს ვარჯიშის კადრი რატომ ჩასვი ვიდეოში? აუ, ჭამის მერე ძალიან მაგარია რა, რომ აი მძიმედ რო ხარ და რო ვარჯიშობ, ეხლა მე ჩემთვის ძალიან კომფორტულია. უბრალოდ მარიამს თავის ტრენერი შეეშინდა და უნდა დაეჩვენებინა, რომ რეალურად იქაც ვარჯიშობს. დაგვაგვიანდა და ბოლოდებიან, იმიტომ დაგვაგვიანდა, რომ თავისოზე არ მოვიდა ჩვენთან. უკეთ გავყავართ ახლა და გაერთად გვიცდიან. მიქრის ეს კაციც. დავიძარით ერთი სიტყვით, ახლა გვაქვს ტრანსფერი და მივდივართ და მე მომეწია დაჯდომა, ანუ მანქანის შუა ნაწილზე, იმიტომ რომ ადგილი აღარ არის. 35 წუთი უნდა ვიმგზავროთ მანქანით. Like today we are going White Island, Ras Mohammed Island and which one? Yes, Ras Mohammed. Yes. Only 2? Yes. Or 3? We want to rent for 2 person. Only this. Only 2. For snorkeling. Yes. გადავიხადეთ $10 ამის ქირაობაში. I love Morja. I love Angelina Jolie. All. მეც მიყვარს საქართველო. ანჯელინა ჯოლიზე ვერ გავიზიარებ იგივეს, მაგრამ საქართველო მიყვარს. ანჯელინა სასერჩი. არ მიყვარს, არასდროს არ მომწონდა. რა? ჩემი საყვარელი ქალმსახიობია ანა დე არმას. არა, ანჯელინა როგორ შეიძლება რომ პროსტა ანუ მინიმუმ არ მოსწონს. მე ვზადები და კამერასაც ვამზადებ იმისთვის რომ წყალში გადავიღოს არამქვეყნიური ცხოვრება, რასაც ჩვენი თვალებით ვნახავთ. ცოტა კი დავიღალეთ ლოდინით, მაგრამ ნუ წინ რა ვიცი, ვხვდები დაახლოებით რაც გველოდება, იმიტომ რომ მალდივებზე მე სიგიჟე გამოსილი მაქვს, მეტიც ზვიგენებთან ერთად ვიცურავე და დღეს არ ვიცი ზვიგენები იქნებიან თუ არა, მაგრამ ის ვიცი რომ ულამაზესი წყალქვეშა სანაპირო იქნება. წერან ხელი მომაწერინოს იმაზე, რომ ანუ ზვიგენმა რო შეგჭამოს არ აუშვოს. წნება თუ გაქვს რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა გაწუხებს თუ არა, უნდა იცოდნენ, იმიტომ რომ თუ გაწუხებს რეალურად არ შეიძლება დაივინგის გაკეთება, იმიტომ რომ წნევაზე მოქმედებს და ასე შემდეგ რა. ჩვენ ჯანმრთელები ვართ. და თავარია. მე არა. ყალი არის ჩემი სტიქია, კი გეცოდინებათ რომ ლურჯი ჩემი საყვარელი ფერია და თეთრი და ზუსტად ეს არის ის ყველაფერი, რასაც შემიძლია მთელი ცხოვრება ვუყურო, რაც არასდროს არ მომბეზრდება.
ანუ აი აქ კიდევ არ ჩანს, საერთოდ ზოგადად ჩათვალეთ, რომ კადრებში ბოლომდე კარგად ყველაფერი არასდროს არ ჩანს, იმიტომ რომ რეალური თვალი კარგად ხედავს, მე იქ რაღაცა ნუ წყალში სუნს ვერ გრძნობ ვერაფერს, მაგრამ აი მის თქმა მინდა უბრალოდ რომ როცა შენ ფიზიკურად იქ იმყოფები, ბევრად უკეთესია რა, მაგრამ აქაც კადრებში აშკარად კარგად ჩანს როგორი ლამაზია წყალქვეშა სამყარო და წყალქვეშა სამყაროს სხვა ვიდეოებშიც გაჩვენებთ, იმიტომ რომ მარტო ეგვიპტის წყალქვეშა სამყაროთი არ შემოვიფარგლები მე პირადად. გიცდია დაივინგი? არა. არ გაინტერესებს? წყალთან დიად ვერ ურთიერთობ კარგად. უფრო რასთან აბა? სიჩქარე. ეგეც რატომაც არა და აი ამ ბიჭმა ტვინი შეჭამა. მოვედით თეთრ კუნძულზე, რომელსაც ეძახიან მალდივების კუნძულს, მაგრამ აი ზუსტად ისეთი სიტუაცია, როგორიც ვიდეოებში TikTok-ზე რო ხდებათ რა. მოლოდინი და რეალობა რა, ტურისტულ ადგილებში რო ბევრი ხალხი ხდება, ზუსტად აი ძალიან ბევრი ხალხია, ძალიან და ეს არის მიაუ 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 მიაუ. ანუ ზოგადად ბავშვები მე პირადად ძალიან მიყვარს და მე მგონი მეტყობა კიდევაც უბრალოდ ანუ მართლა მთელი ტურის განმავლობაში ამ ბავშვმა აიკლო იქაურობა ანუ არ გაჩუნდა და მოდი ნუ ვიქნებით ხელოვნურები და ნოვიტყვით რომ ყველა რაღაცა ეგეთი ქცევა უნდა გავუტაროთ ბავშვს ანუ არა ჩემ აზრით არა ამიტომაც მშობლებო ბავშვს მართლა ყველაფრის უფლება არ უნდა მივცეთ რა Ой, литра წყალი უყვავე. Are you გაიშერე? აკავრობა არ არის დიდი, ძალიან პატარა არის სიტყვით, აი აქ მთავრდება სადაც ხედავს და აქედან იწყება სულ რაღაც აი აქედან. თუ მოხვალ აქ და იპოვეთ თერმალისტას წარწერას, სად გავაფრინოთ, ფოტო გადაიღეთ, გამოვგეგზავნეთ და ვნახოთ. შეიძლება რაღაცა ჩქარი მიიღოთ. მოკლედ, ამ ვექტორი ძალიან მაგარი იყო რეალურად, იმიტომ რომ რამეს მაჩუქებთ? რა გინდა? რავი, სტიკერი ვიპოვე. ნახოთ ასაჩუქას გამოყავს თრეველისტა საბასთვის, იმიტომ რომ ашკარად პირველია ვინც იპოვა თრეველისტის სტიკერი. ძალიან მარტივად. შემდეგში უკეთესად დამალე. სიმართლე გითხრათ, ეს ადგილი ძალიან მაგარია ოჯახისთვის და წყვილებისთვის. ჩემი აზრით, წყვილებმა უნდა რაღაცა მიტრიალდნენ, მოტრიალდნენ, დატრიალდნენ და აქ წამოვიდნენ რა. ბახშმის დროა და მოკლედ ძალიან გახარებული ვარ ამდენი ბედნიერი აქტივობის მერე. მოდი დავთვალიეროთ ბახშმა და რა გვაქვს ბუფეტში. Hi, how are you? How is the mood for today? Hello. You're chef, as I guess. Wow, nice to meet you. That's I love all the food I eat in this day. Thank you. Really? Everything or something special? Now I will check everything. That's okay. Thank you. You're welcome. ცხელი სიმინდი გაიჩიტა. ვა, კი ბორჩხალა. არ ვიცი. გასინჯოთ ეს. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს თავისი კვებით, დაწყებული, არ ვიცი, მართლა პროცედურებით დამთავრებული. აქ არის მაღაზიები, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა აქსესუარი, დამატებით და არ გიწევთ ქალაქში გარეთ გასვლა. ახლა დაგათვალიერებინებთ. ეს ღირს $4. Aha, more designs. This one too, okay. Aha, nice. Let me check because in Cairo, I've been in Cairo. მეგობრებო, კაიროში ვიყავით და ძალიან მაგარი ვიდეო დაიდება. ეს წინასწარი პატარა ინტრიგა. I've learned how to check if it's real or not. This one is not real. Not real. Not real. No. No, it's not real. Look, the smell. Okay, and what? შეგახსენებ კიდევ ერთხელ, რომ თუ გინდა რომ აქ დაისვენო, ან თუნდაც სხვა სასტუმროში და უფრო განსხვავებული გამოცდილება მიიღო, მაგრამ ამაზე მაგარი მართლა არ ვიცი რა შეიძლება იყოს, აი თრეველისტას უნდა მიწერო, იმიტომ რომ საოცარი გემოვნების გუნდია და ძალიან მაგარ სასტუმროს შეგირჩევენ, შენთვის მორგებულ თარიღებზე და ბიუჯეტში.
აქ არის. კიბორჩხალა, რომელიც ცხოვრებაში აი ასე არ მიჭამია. აი აღარ როგორ ჭამო, ეს არ ვიცი. მგონია რომ გაცოცხლდება. კიბორჩხალა. გული მწყდება ხა ესე რომ ვაგლე ჯამებს. ეს არავის არ უნახავს. აბა როგორი იყო კიბორჩხალა? არ ვიცი. გამოვედი საბაღში მოთახიდან და იცი რა არის ვფიქრობ რა. აი იმ კიბორჩხალაზე ვფიქრობ. ორ რაღაცაზე ანუ ან მემცოდნოდა ნეტა ჭამა. და მეორე იმაზე ვფიქრობ საერთოდ რა უბედურებაა რატო კლავენ ანუ კი გავიგეთ რომ გემრიელია, მაგრამ ცოდოა. აი რაღაცა ერთი ლუკმა ხორცი იყო, ერთი ლუკმა ხორცი, აი რა სანამ დამივარდებოდა ხო ვუყურებდი და რავი, ძალიან შემეცოდა ძალიან. დაღამდა და ეხლა უნდა გაჩვენოთ როგორ ერთობიან შარმელ შეიხში. წავედით. What the hell? What's your name? My name is Wonder Blonde and guys please subscribe my YouTube channel because now I'm shooting my YouTube video vlog. If you want karaoke, we have karaoke in Shrupa. Ah, okay. But now like why people are not dancing here? After show. ჯერ ყოფილა თამაშები და ზუსტად 15 წუთში იქნება ცეკვები. ამიტომ ველოდები. If you are ready, we are ready. ეს კიდევ ერთი სივრცე, სადაც ხალხი უბრალოდ ისვენებს, მიირთმევს სასმელს ბარიდან. ბარის მომსახურება, რა თქმა უნდა, ასევე უფასოა. შეგიძლიათ ნებისმიერი კოქტეილი იქნება ეს, ყავა, ჩაი, ასე შემდეგ, ყველაფერი სასმელი რაც არის, უფასოდ მიირთვათ. Bravo! It's the best. ერთი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რაც უნდა თქვა რა. არ ვიცი ეს მე ვარ ძალიან ემოციური და მე მიხარო და ყველაფერი რომ ასე რაღაცა გემსახურებიან თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ პირველ რიგში უმაღლეს დონეზე გემსახურებოდნენ, ანუ აი თან ეტყობათ რომ გული დანაკეთებენ ამას და მოვალეობის მოხდის მიზნით არ არა. ვისაც ვაკვირდებოდი ტურისტებს რეალურად, ანუ აი არც მადლობა, არც რაღაცა ღიმილი, არაფერი საერთოდ და ძალიან ჟმურები იყო. ძალიან ყავა მომენატრა, ცოტა ჯაზ ხასიათის მქონე ადგილია, სადაც მართლა ისვენებს ყველა აი ასეთ პოზაში. და წყვილებისთვის იდეალური გარემო შექმნილი. We will have a cirque show. Okay. Cirque show is amazing show for kids, for the family. Yeah, and now now we have dance show, Latino dance show. So let's go. Come on. Hello. Hello. So what's your uniform for today? Minecraft. We give energy for all the kids, and we are happy with all the kids and all the guests here also. წეგან ხო ვახსენე რომ მოტრიალდი და ტრიალდეთ თქო. თუ გინდათ მართლა რო სიურპრიზი გავუკეთოთ თქვენ საყვარელ ადამიანს, ეს უნდა გავუკეთოთ, იმიტომ რომ ნოემბრიდან ემატებათ ამ პირდაპირი ფრენები თბილისიდან და ეგ ძალიან მაგარი იქნება რა. გადაჯდომა არ მოგიწევთ და რავი 2-3 საათში იქ ხარ პირდაპირ და ზედმეტი წვალების და დაღლის გარეშე 2 საათში ასეთ მაგარ ამბავში ხარ უცებ. ისე წარმოიდგინეთ აქ დაბადების დღე რა მაგარი იქნება. არა. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. არ დაგავიწყოთ რომ გამოიწეროთ Wonder Blonde-ის YouTube არხი და დააჭირეთ აუცილებლად ზარის ღილაკს. ხარდება და ამათი არხებით გამოიწერეთ.